ჩვენ ვილაპარაკებთ იმ გამოძიებაზე, იმ დაკავებებზე, რომელიც არის, სხვათა შორის ერთ-ერთი ინფორმაციით, რომლის წყაროც ბოლო პერიოდში ხშირად არის ლევან ხაბეიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრიც მოექცა ამ სამიზნეში. Გვითხარით, ბესო, თქვენ რა იცით ამ კონკრეტული საქმის შესახებ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ეხება? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით ქართული ოცნების კორუფციული სქემების შესახებ და ეს კორუფციული სქემები თქვენი ტელევიზიის საშუალებითაც ძალიან ბევრჯერ გაშუქებულა და კიდევ გაშუქდება, სანამ ქართული ოცნება ექნება ხელისუფლებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ საერთოდ ჯვანშენ ბურჭულაძე როგორ მოხდა მინისტრად, ხო? ანუ სანამ იქნებოდა ჯვანშერი მინისტრი, მანამდე იყო ღარიბაშვილის მოადგილე. ანუ ღარიბაშვილს დაყვებოდა, ღარიბაშვილი. მოუყევი მე თავში მაყურებელს, სხვათა შორის მისი კადრი იყო. ღარიბაშვილის გარშემო ორბიტაზე ტრიალებდა. ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, როდესაც იგი თავდაცვის მინისტრი იყო, ჯვანშერ ბურჭულაძეს ეკავა მისი მოადგილის თანამდებობა და კურატორი იყო შესყიდვების მიმართულების. ანუ სახელმწიფო შესყიდვები ვერ ხორციელდებოდა ჯვანშერ ბურჭულაძის ნებართვების გარეშე. მათ შორის კონსოლიდირებული ტენდერები, როდესაც ტარდებოდა და ამას ატარებს შესყიდვების სააგენტო, კომისიის წევრი თავდაცვის სამინისტროდან იყო ჯვანშერ ბურჭულაძე. შესაბამისად ის რომ ჯვანშერმა რამე არ იცოდა, ეს არის გამორიცხული. იმიტომ რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იქმნებოდა, საბოლოოდ ხელს აწერდა ბურჭულაძე. ასე რომ ვერ მოგვატყუებს ქართული ოცნება ის რომ ვითომ ასე რომ მხოლოდ გამოკითხვებით თქვენი დაკვირვებით ჯვანშერ ბურჭულაძე ვერ არა, გამოკითხვებით არა. დოკუმენტაციიდან გამომდინარე. არა, მე ვამბობ, რომ ჯერ ახალი ამბების ინფორმაციით გამოკითხული იყო ის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკვე ასე ვთქვათ, სამართლებრივი დეტალია, გამოკითხულია, მერე დაკითხული იქნება, ჯერ მოწმია, მერე ბრალდებული და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ ბურჭულაძე კითხვებს ვერ გაექცევა ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც მისი ქვემდებარე იყო და მის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებდა, ეს არის ვლადიმერ ღუდუშაური. ეს არის ინიციალებით VG, რომელიც სუსმა გითხრა. ეს არის შესყიდვების სამმართველოს უფროსი, რომელიც ბურჭულაძის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამდა. ანუ ყველა პირობა, ანუ ყველა სახელმწიფო ტენდერის ტექნიკური პირობა შეთანხმებული იქნებოდა ბურჭულაძესთან. ეხლა გავაგრძელოთ, როდესაც ბურჭულაძე მოხსნეს და წავიდა სამსახურიდან და მინისტრობიდან გადააყენეს, ეს მისი სურვილი არ ყოფილა, რა თქმა უნდა. დაიწყო, ასე ვთქვათ, რაღაც მომსახურება გაუწია სააქციო საზოგადოება ტერაბანკს. ტერაბანკი ეს ყოფილი დირექტორი იყო მისი კოლეგა ბატონი აზარაშვილი. ანუ წრე მინდა შევკრა ეს ამ ადამიანების. არა მინისტრი აზარაშვილი, არამედ მინისტრი აზარაშვილი? მინისტრი აზარაშვილი. ხო, ანუ სანამ მინისტრი გახდებოდა, აზარაშვილი მანამდე იყო ჯვანშერის კოლეგა, მოადგილეები იყვნენ თავდაცვის სამინისტროში. შემდეგ ბურჭულაძე დასაქმდა შპს გორი ესთეითი არის ესეთი კომპანია, რომელ კომპანიაშიც მას ჰქონდა დავალებული ინვესტიციების მოზიდვა. და ამ კომპანიაში დირექტორიც და მესაკუთრეც არის ვასილ მხეიძე. ანუ სუსის განცხადებაში ინიციალებით VM. აღნიშნული პიროვნება ჩვენის ინფორმაციით არის მისი ცოლის ძმა, ანუ ნინო მხეიძე არის მისი მეუღლე. და ჯვანშერი დასაქმებული იყო ამ ორგანიზაციაში, ანუ მის ცოლის ძმასთან. სუს დაკავებული ყავს მისი ცოლის ძმა და სუსი იძახის, რომ იგი მოქმედებდა მინისტრის დავალებით. ანუ ნებისმიერი ტენდერი, რომელსაც ატარებდა თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის ახლო ნათესავს ჰქონდა წვდომა, რომ ტექნიკური პირობა ისე დაწერილიყო, როგორც მას სურდა. და შესაბამისად მე მათ მიერ ასე ვთქვათ დაორგანიზებულ კომპანიას მიიღო მონაწილეობა. სხვა დანარჩენი რაც ახლა სუსმა მოყვა, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია, ფასის ხელოვნური გზა, გადაყიდვა ნივთების და შემდეგ რაღაცა ყველაზე ძვირად თავდაცვის სამინისტროში ასყიდინო, ეს უკვე ტექნიკურია, ეს არ არის ისეთი სქემა, რომელიც მხოლოდ ჯვანშერმა მოიფიქრა, ეს არის აპრობირებული, ხშირად ხდება, ანუ თაღლითები ძალიან ხშირად მსგავს სქემებს მიმართავენ. მაგრამ დადასტურებულად შეიძლება ითქვას ის, რომ
კორუფცია იყო თავდაცვის სამინისტროში. დღევანდელი ხელმძღვანელობა, ანუ ქართულ ოცნებაში ძალაუფლების მქონე კლანი, ეგრეთ წოდებული კობახიძის კლანი. როდესაც ბურჭულაძე იყო მინისტრი, მაშინ ეს ადამიანები იყვნენ პარლამენტში. და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საპარლამენტო კონტროლის ქვეშ ორგანო, ანუ პარლამენტი ირჩევს მის ხელმძღვანელს. არც ერთ მათ მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშებში არსად არ იყო არასდროს კორუფციული სქემები. და ეხლა უნდათ რომ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ანრი ოხანაშვილმა დაჯდა და 2023 წლის დოკუმენტაციები შეისწავლა. რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. ბიძინა ივანიშვილმა მისი კორუფციული სქემით, რა სქემაც მან ააწყო და სხვათა შორის გამართულად თავად იციან სად აქვთ ხარვეზები და ფოკუსში იღებენ პერსონებს და შემდეგ ხდება მოკვლევა. ყველა ფული შოვნა არის ყველა ფული შოვნაზე დოკუმენტები დევს სუსში. ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, რომელსაც ძალაუფლებას მიანიჭებს, ზეპირად იცის, ვინ რამდენი იშოვა. შესაბამისად, ის რაც დღეს მოსახლეობაში არის გავრცელებული, რომ ამან ამდენი მილიონი უნდა მიიტანოს, იმან ამდენი მილიონი უნდა მიიტანოს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დათვლილი აქვს, ვინ რამდენი წაიღო სახში. მაგრამ ამ ფულის წაღებას ივანიშვილი მაშინ თანხმდებოდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ივანიშვილის საქმეს აკეთებდნენ. დღეს მოცემულობა შეიცვალა, დღეს სხვა პოლიტიკურად სხვა რაღაცეები ჭირდება ივანიშვილს. აღარ ჭირდება ეს ადამიანები და აღარ ჭირდება მით უმეტეს ისეთი ადამიანები, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე ბევრი იცის და თან მით უმეტეს ფული აქვს. ანუ დამოუკიდებლად რო შეუძლიათ რაღაცეები აკეთონ. და ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს მის გარშემო ფულიან ტიპს, რომელსაც მისი გუნდი ყავს. იმას შლის მომენტალურად. და ეს იყო ღარიბაშვილი, რომელმაც რაღაცა კორუფციული ინტერესებით ასე ვთქვათ, შემოიკრიბა რაღაც გარკვეული წრე მისი გუნდის, ოღონდ ეს გუნდი იყო მისი ნათესავები, ხო, ძირითადად. ასევე ერთ-ერთი დეტალი არის აი ამ სქემაში, რომ სუსში დაკავებულ ვმ-ს, ანუ ვასილ მხეიძეს, აქვს ეს ერთ-ერთი კომპანია, რომელ კომპანიაშიც ყავს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური. ანუ ეს არის ასე ვთქვათ, სქემა, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურებს მოიცავს, გადაჯაჭვს. ვთქვათ, ერთი კომანდა არის, ერთად შეულობდნენ ეს ადამიანები ფულს და სხვა შორის ივანიშვილის გლობალურად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ღარიბაშვილის ჯაჭვი ხომ არ არის მისი გულში. იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილს ჰქონდა ძალაუფლება, მას ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული, რომ მას ფული უნდა ეშოვნა. შესაბამისად, როცა ამბობთ, რომ ეს ივანიშვილის აწყობილი სქემებია, ივანიშვილს ახლა მაშინ ამ ლოგიკით მოყვებით, ახლა აღარ უნდა ამ სქემების გამოყენება, თუ ანუ იმიტომ რომ რაღაცნაირად არის თუ არა პრემიერების ხელწერის ცვლილება, თუ რისიც რა არის, როდესაც დღეს ახლა კორუფციასთან ბრძოლის ეგით მიდის. სხვა გუნდმა გადაიბარა ახლა ძალაუფლება, სხვა გუნდმა გადაიბარა ძალაუფლება. ეს ორი გუნდი, როდესაც ერთად იყვნენ ხელისუფლებაში და ერთად იყოფდნენ ძალაუფლებას, მაშინაც არ ჰქონდათ დალაგებული ურთიერთობა, მაშინაც იყვნენ დაპირისპირებულები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ერთ პარტიაში იყვნენ და ანუ ფულიც საკმარისი იყო და არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, კორუფციის ფულის შოვნის, ოღონდ ახლა შეიცვალა რაღაცეები. შეიცვალა რაღაცეები, იმიტომ რომ სანქცირებები გამოჩნდა. ხო, მაგრამ ის გუნდი არ უნდა იყოს. ის გუნდი არ უნდა იყოს სათავეში ახლა. ანუ ეს გუნდი ჩაიხსნა, მორჩა. გაგრძელდება სხვა გუნდის მეშვეობით. ოღონდ გაგრძელდება სხვა გუნდი გააგრძელებს შეუძლებლად ფულის კეთებას. და ფულის კეთება ყოველდღიურად ტენდერებში რო ჩახედავთ, ნახავთ, რომ არიან კომპანიები, რომლებიც შეუძლებლად აგრძელებენ ისევ და ისევ ის კომპანიები, რომლებიც მათთან არიან დაახლოებულები და მათთან არიან აფილირებულები. ეხლა უბრალოდ ძალაუფლება აიღო კობახიძის გუნდმა და შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა გადმოიბაროს კობახიძემ. აღარ ჭირდება აღარავის ღარიბაშვილი. ეს ყველაფერი შეიცვალა, ანუ პოლიტიკა არ არის რაღაცა სტატიკური მდგომარეობა. ეს საქმეები ბესო მივა ღარიბაშვილამდე, იმიტომ რომ ყოფილი პრემიერის სამართლებრივი ფოკუსი მოქცევა, ეს კიდე სხვა ტიპის ეს არის, სხვა რანგის საქმეა, მაგრამ აი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს თუ დაჭერდა ღარიბაშვილის დაჭერა, ღარიბაშვილს დაიჭერს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს თუ დაჭერდა, რომ ღარიბაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, ოღონდ იმისთანა თავისუფლებას, ახლა მაგას რო თავისუფლება აქვს, ანუ მისი პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე არის. ესეც ახლა რასაც აკეთებს, ეს ჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ჭირდება ახალი გუნდის
გასაძლიერებლად და თითქოს ის რომ კორუფციას ებრძვიან, ოღონდ ის ავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები ერთად იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში და არავინ პასუხს არ თხოვდა, როდესაც ფულს შოულობდნენ. ფულს შოულობდნენ კოვიდის პერიოდშიც ეს ადამიანები, მაშინ როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა. ანუ არ არსებობდა არც ერთი წელი, რომ ქართულ ოცნებას ფული არ ეშოვა. და მაშინ კობახიძეც, პაპუაშვილიც, ოხანაშვილიც საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ. ანუ ოხანაშვილი დაბალ თანამდებობად თulis ის, რომ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანუ საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არსებული ორგანიზაციის სტრუქტურა არის. ასე რომ ნებისმიერ დროს დაებარებინა და მოეთხოვათ ანგარიში ლილუაშვილისთვის, მოეთხოვათ ანგარიში გომელაურისთვის, მოეთხოვათ ანგარიში სხვადასხვა უწყებებისთვის, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ამის უფლება და შესაბამისად ვერ თხოვდნენ. დღეს ნაწილობრივ რაღაცეებზე მიიღეს და მწვანე შუქი აუნთო ივანიშვილი. ივანიშვილის გარეშე თქვენ როგორ ფიქრობთ და საზოგადოება ამაზე დარწმუნებულია, რომ ოხანაშვილს არ აქვს იმის თავი, რომ მისი ინიციატივით მივიდეს და დაიჭიროს ნებისმიერი არ აქვს ამას მნიშვნელობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი. ასე რომ ეს ყველაფერი არის ივანიშვილთან შეთანხმებით, იმიტომ რომ ეს ჭირდება მის პოლიტიკურ მდგომარეობას. რა პოლიტიკური მდგომარეობაც დღეს დაუდგა. დაუდგა ის, რომ არის სანქცირებული, ის რომ მოიშორა დასანქცირებული ადამიანები თანამდებობებიდან, ის რომ მოყავს შედარებით ხალხისთვის უცნობი და არასანქცირებული თანამდებობებზე და ასევე ეხლა ნელ-ნელა უნდა რომ ეს რაღაცა კორუფციული, თვითონ რომ კორუფციაში არის ჩაფლული, აი ეს რაღაცა ნელ-ნელა ჩამოირეცხოს და მოიშოროს, მაგრამ ნუ არ გამოვა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ზუსტად 1 წლის წინ ერთად ჭამდნენ იმ ფულს, რა ფულსაც დღეს ერთმანეთს თხოვენ. კი ბატონო, დიდი მადლობა.